ტარტარიის ცივილიზაცია. დაკარგული იმპერია თუ ფარული ისტორია. ტარტარიის ცივილიზაცია ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საკამათო თეორია, რომელიც ისტორიის ოფიციალურ ნარატივს ეჭქვეშ აყენებს. ეს თეორია ამტკიცებს, რომ ოდესღაც არსებობდა მაღალგანვითარებული იმპერია, რომელიც მიზანმიმართულად წაიშალა მსოფლიო ისტორიისგან. თუკი ტარტარია რეალურად არსებობდა, რატომ არავინ საუბრობს მასზე? რა იყო მისი ძალაუფლების წყარო და მართლაც მოხდა კი მისი განადგურება კატასტროფის ან მსოფლიო ელიტის მიერ ორგანიზებული ინფორმაციული მანიპულაციის შედეგად? ტარტარია, დაკარგული ცივილიზაციის ლეგენდა. ტარტარია მოიხსენიება როგორც უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა ევრაზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკის დიდ ნაწილს. არსებობს ძველი რუკები, სადაც ამ მიწებს ტარტარია ეწოდება. მე-16-მე-19 საუკუნეების დასავლურ და რუსულ დოკუმენტებში ტერმინი ტარტარები ხშირად გამოიყენებოდა ამ რეგიონში მცხოვრები ხალხის აღსაწერად. თუმცა ოფიციალური ისტორია ამტკიცებს, რომ ეს ტერმინი უბრალოდ ბარბაროსების ან მომთაბარე ხალხების კოლექტიური დასახელება იყო და არა განვითარებული ცივილიზაციის სახელი. ისტორიული რუკები, რომლებიც მე-16-მე-19 საუკუნეებში შეიქმნა, აჩვენებს ტარტარიას როგორც დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ერთეულს. ზოგი რუკა მას აღწერს როგორც იმპერიას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან ჩინეთამდე ვრცელდებოდა. 1652 წლის იოჰან ბლაუსის რუკა აჩვენებს უზარმაზარ ტარტარიას, რომელიც მოიცავს დღევანდელ ციმბირს, მონღოლეთსა და აზიის დიდ ნაწილს. ზოგი დასავლური წყარო ტარტარიას მოიხსენებს როგორც ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავდა საკუთარი მმართველები და სამხედრო ძალა. გაუჩინარებული ცივილიზაცია და მისი არქიტექტურა. ტარტარიის თეორიის მხარდამჭერები თვლიან, რომ მისი ცივილიზაცია განადგურდა, მაგრამ მისი არქიტექტურული მემკვიდრეობა მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. გოთიკური ან ნეოკლასიკური სტილის დიდებული შენობები, რომლებიც არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიასა და ამერიკაში გვხვდება. ძველი ქალაქების შენობების ქვედა სართულები ხშირად მიწაშია ჩაფლული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოხდა დიდი ეკოლოგიური კატასტროფა, მაგალითად მუდფლუდი, ტალახის წარღვნა. ტექნოლოგიურად განვითარებული არქიტექტურული ნაგებობები, რომლებიც შესაძლოა თავისუფალი ენერგიის გამოყენებას ემყარებოდა. ეს ყოფილიყო ტარტარიული სტილის გუმბათები, ანტენებივით ნაგებობები და მასიური ენერგეტიკული შენობები. მუდფლუდი, ტარტარიის განადგურების თეორია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეორიაა, რომ ტარტარია განადგურდა მასიური ტალახის წარღვნით. მსოფლიო ისტორიაში არსებობს მინიშნებები გლობალურ კატასტროფებზე, რომლებიც მიწის ზედაპირს რამდენიმე მეტრით ზემოთ ტალახის ფენით ფარავდა. უამრავი ქალაქის ძველი შენობები ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული, რაც მიანიშნებს, რომ წარსულში მოხდა სწრაფი და მასშტაბური გეოლოგიური მოვლენა. ზოგიერთი ისტორიული ფოტო აჩვენებს, რომ 1800-იანი წლების ბოლოს მრავალი შენობის პირველი სართული მიწის ქვეშ იყო, რაც თითქოს ტარტარიის განადგურების ნარჩენია. ტარტარიის ცივილიზაციას უკავშირებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, მათ შორის თავისუფალ ენერგიას. 1800-იან წლებში მთელ მსოფლიოში იყო შენობები გუმბათებით, წვეტიანი ანტენებით, რომლებიც შესაძლოა ატმოსფერული ელექტროენერგიის შეგროვებას ემსახურებოდა. ცნობილი გამოგონებები, როგორიცაა ნიკოლა ტესლას ენერგეტიკული გადამცემი სისტემები, შეიძლება ტარტარიელთა ტექნოლოგიების ნაშთები იყოს. ზოგიერთი ეკლესიის საკათედრო ტაძრებისა და სასახლეების არქიტექტურული სტილი მიანიშნებს მათ ენერგეტიკულ დანიშნულებაზე. მთავარი კითხვა კი ის არის, თუ ტარტარია მართლაც არსებობდა, რატომ არ გვასწავლიან მის შესახებ? ისტორიის გადაწერა. თანამედროვე გეოპოლიტიკური ძალების ინტერესებში იყო ტარტარიის ცივილიზაციის ისტორიის წაშლა, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა
ტარტარიის ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლებოდა ელექტროენერგიისა და რესურსების თავისუფლად მიღებისთვის, რაც ხელს შეუშლიდა დღევანდელი სამრეწველო ეკონომიკის ფორმირებას. მოსახლეობის კონტროლი, ისტორიის მართვა და ახალი იდეოლოგიის შექმნა საჭირო იყო ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ისტორიკოსები და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტარტარია არ იყო ერთი ცივილიზაცია, არამედ მონღოლეთის იმპერიისა და მისი მემკვიდრე ხალხების კოლექციური დასახელება იყო. ისინი თვლიან, რომ ტარტარიის იმპერიის არსებობის მტკიცებულება გადაჭარბებულია და რუკებზე მისი არსებობა მხოლოდ სახელწოდების ნაშთია. ტარტარიის ცივილიზაციის თეორია ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ალტერნატიული ნარატივია. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს მეცნიერული აღიარება, მრავალი ფაქტი და მტკიცებულება მაინც ტოვებს კითხვებს. მართლა არსებობდა თუ არა ტარტარია? განადგურდა თუ კი მიზანმიმართულად წაიშალა მისი მეხსიერება? და რა იყო ამ დაკარგული ცივილიზაციის ნამდვილი ტექნოლოგიური მიღწევები? ეს კითხვები ღიად რჩება, მაგრამ ტარტარიის ცივილიზაციის კვლევა ბევრისთვის გახდა ახალი ისტორიული რეალობის ძიების ნაწილი. თუ გსურთ ასეთ თემებზე უფრო კონკრეტული მიმართულებით სიღრმისეულად ვიმსჯელო, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.